გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, ქართულმა ოცნებამ ანტიევროპული კურსით პრაქტიკულად შეაჩერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. ბერბოკი წერს, რომ მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობის მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობა ოცნების გადაწყვეტილებას ქვეყნის არაერთ ქალაქში აპროტესტებს. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს, რომ მათმა ქვეყანამ გააგრძელოს ევროპული გზა. მათი ხმა არის პროევროპული პროტესტი, მაგრამ ქართული ოცნება დაშინებით, ძალადობითა და წყლის ჭავლით რეაგირებს. თავისი ანტიევროპული კურსით ქართულმა ოცნებამ პრაქტიკულად შეაჩერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. ქართული ოცნების ავტორიტარული პოლიტიკის გამო ჩვენ ევროკავშირში ასევე გვიწევს განვიხილოთ საქართველოს გაწევრიანების პროცესის ფორმალური შეჩერება. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება 2023 წლის დეკემბერში იყო დაკავშირებული რეფორმების ჩატარების ეს ყოველთვის იყო ნათელი ქართული ოცნებისთვის, მაგრამ პროგრესის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ საგანგაშო წარუმატებლობას. არჩევნებს საერთაშორისო დამკვირვებლები ხისტად აკრიტიკებენ. არაპროპორციული ძალადობა დემონსტრანტების წინააღმდეგ, ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის კანონი ან LGBT თემის უფლებების შეზღუდვა. ამგვარად ქართული ოცნება ხელიდან უშვებს ისტორიულ შანსს, რომელსაც ევროკავშირი სთავაზობს ქვეყანას. ანალენა ბერბოკი წერს, რომ ივანიშვილის პარტიის წინააღმდეგ გერმანია პარტნიორებთან ერთად საპასუხო ნაბიჯებზე მსჯელობს. ბოლო კვირებისა და თვეების განმავლობაში ქართული ოცნება სულ უფრო მეტად აშორებს ქვეყანას ევროკავშირისგან, მათ შორის სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველო-გერმანიის მრავალწლიან ურთიერთობას. შედეგად ჩვენ შევამცირეთ თანამშრომლობა ქვეყნის ხელისუფლებასთან და შევაჩერეთ პროექტების მხარდაჭერა 200 მილიონ ევროზე მეტი თანხით. ამავდროულად ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად განვიხილავთ შემდგომ ზომებს, დაწყებული სავიზო შეზღუდვებით ქართველი მაღალჩინოსნებისთვის, დამთავრებული კონკრეტული სანქციებით. ბურთი ქართული ოცნების მოედანზეა. ახლა მათ უნდა გააკეთონ რათა დაასრულონ ღრმა პოლიტიკური კრიზისი, აღადგინონ ნდობა და შესთავაზონ ქართველ ხალხს რეალური პერსპექტივები, რათა დაბრუნდნენ ევროკავშირის გზაზე, მაგრამ პირველ რიგში ქართველი ხალხის უკეთესი მომავლისთვის. ოცნების ანტიევროპული ნაბიჯების გამო გერმანიამ უკვე მიიღო საპასუხო ზომები. 23 დეკემბერს ელჩმა პიტერ ფიშერმა დაწერა, რომ გერმანიამ საქართველოს სახელმწიფოსთან 227 მილიონი ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა. საუბარია მწვანე წყალბადის, ენერგოქსელისა და ბათუმის წყლის ინფრასტრუქტურის დაფინანსების შეწყვეტაზე.